Florida, აი კაბა რომელიც გინდოდა, ძალიან ლამაზია არა? დედა შენს ეცვა მაშინ როცა დედოფალი გახდა. აბა გაიზომე, მაინტერესებს როგორ გაქვს. დედა, არ მინდა გაწყენინო, მაგრამ მართლა ძალიან ძველია. ჩვენს დიდ ბებიას მახსენებს. მართალია Florida, შენს დიდ ბებიას ეცვა და ახლა შენი ჯერია, შენ უნდა ჩაიცვა. დედა, დარწმუნებული ხარ? სხვა კაბებიც მაქვს უკეთესი. Florida, ენდე დედა შენს ძალიან კარგი გემოვნება მაქვს და თან შენს თმის ფერსაც მოუხდება. უი, ახლა შევამჩნიე, როგორ შეგიღებიათ მა, ძალიან გიხდება. დედა, შენს გამოწყობილ ხარ და გინდა რომ ეს საშინელი კაბა მე ჩავიცვა? კარგი, ახლა უნდა გავემზადო, ფოკუსირება მჭირდება, თუ შეიძლება დამტოვე. კარგი, ოღონდ ძალიან ჩქარა გააკეთე, მალე იწყება შეჯიბრი. ძალიან ლამაზი იქნები. ხო, დედა, რა თქმა უნდა, წითელი ხომ ჩემი საყვარელი ფერია. წვეულებაზე შევხვდებით, ჩემო დედოფალო. გამარჯობა დედა. გამარჯობა გოგოებო. ხედავ რომ უკვე გამოწყობილ ხართ. ხო, ძალიან ლამაზები ხართ. Florida, შენ საერთოდ ემზადები? სხვადასხვის შემოგხედე? გოგოებო, ეს კაბა ნახეთ? ამას წვეულებაზე არ ჩავიცვამ. მოსაყვარლო. გოგოებო, არ გინდათ, მოსაყვარლო კი არა, ნორმალურიც კი არ არის. ახლა რა გავაკეთო? მაკიაჟი და თმა არ გადაარჩენს ამ სიტუაციას. რა ვქნა? Florida, ახლა რა? აღარ წამოხვალ? მე წამოვალ, ეს კაბა არ წამოვა. კარადაში დავტოვებ და ერთ-ერთ ჩემს კაბას ჩავიცვამ. კარგი იდეაა, მაგრამ დედა ძალიან გაბრაზდება. ხო, არა უშავს, იცოცხლებს. და ძალიან კარგად უნდა გამოვიყურებოდა ეს მოგწონთ? ვაიმე, ძალიან მაგარია. Florida, იჩქარე, თორემ თუ დააგვიანებ, გვენი აიღებს გვირგვინს. გოგოებო, 5 წუთი მომეცით. ეს ვანესას თილისმა? რა? არა, უბრალოდ იგივე შევუკვეთე, რომ ვანესას პატივი მივაგო. გაბრიელა, შენ ჩემთან ერთად მოდიხარ, ხო? მხარს დამიჭერ, ხო? რა თქმა უნდა, გვენ, შენთან ვიქნები. ვაუ, როგორ უნდა დაბრუნდეს სკოლაში? ხო, ისე წავიდა. ზუსტად, აი ეგრეთ დაბრუნდება. გაბრიელა, დღეს ყველა შოკში ჩავარდება. ხო, და ჩვენც ეგ გვინდა ზუსტად გვენ. ხო, შოკში იქნებიან. გვენც როგორ ჯერა საკუთარი თავის? რაც გაბრიელა მოვიდა, ჩვენ საერთოდ არ გველაპარაკება. თავს მოვიკატუნებ, ვითომ ვერ გავიგე. გვენც მოაწოდე? მოკლედ, მეგობრებო, Florida-მ თუ გაიმარჯვა, ძალიან დიდი თასი უნდა ვაჩქო. ისე ეს თასები ყველას გვეკუთვნის, ამიტომ ჯერ ჩვენ უნდა ვკითხო. მეგობრებო, ძალიან მინდა რომ მეფე გავხდე. რატო არ შეიძლება რომ Serena-მ გაიმარჯვოს? თეო, იმიტომ რომ მარტო Queen-ს და Florida-ს შორის არის. პირველი ყოველთვის შემოსელს რატო ვურტყამ ხოლმე? იმიტომ რომ მომწონს მოძრავია. მეგობრებო, დაფიქრდით, Florida თუ გაიმარჯვებს, ძალიან კარგ ხასიათზე იქნება. და ხო, გააგრძელე, ჩვენი ყურადღება გაქვს და ვეტყვი რომ შეყვარებულები ვიყოთ. და უარი რო გითხრას? არა, არ მეტყვის. კარგი მეგობრებო, გვეყოფა ლაპარაკი, წავიდეთ, ვნახოთ დედოფალი ვინ გახდება. თეო, არ მინდა წამოსვლა. დროზე მივდივართ. კარგი, ვამპირის ლიმონათი თქვენზეა. კარგი. საწყალი თეო. აი გვირგვინიც ჩემს ქალიშვილს ელოდება რომ მოვიდეს და აიღოს. გრეის, შენი ქალიშვილი ამას ვერ მიიღებს. ლილი, წადი სადმე დაჯექი და თავი დაიწყნარე. ეს გვირგვინი Florida-ს ეკუთვნის. არა, მე გვენს ვაძლევ ხმას. ლილი, დამიბრუნე ჩემი მოსაცმელი. კარენ, ყველაფერი მზად არის? გრეის, ყველაფერი მზად არის, შეგვიძლია დავიწყოთ. შვენიერი, ახლა ველოდებით Florida-ს და გვენს, რომელიც წააგებს. მაუს, რა გჭირს? რამე ხომ არ მოხდა? გოგოებო, იქნებ Florida-ს მივცეთ ხმა, მაგრამ ამაზე გვენს არ ვუთხრათ არაფერი. შენ გვენის გეშინია? არა, არ მეშინია, უბრალოდ რატომ უნდა იცოდეს? მაუს, რამე გაქვს დასამალი? ხო, ამ ბოლო დროს რაღაც უცნაურად იქცევი. გოგოებო, თქვენ გეჩვენებათ ეგრე, მე კარგად ვარ. მოდით კარენს ვკითხოთ, ვის აძლევს ხმას. კარგი. რობერტ, რა ხდება? შენი აზრით დღეს Queen-ი აიღებს გვირგვინს. რა თქმა უნდა, მიდი ყველასთვის ლიმონათები გავამზადე. რობერტ, და Queen-მა რო წააგოს რას აპირებ? Queen-ი არ წააგებს, არასდროს არ წაუგია. ორო, შეგიძლია ლიმონათები გაგვიმზადო. მეგობრებო, გთხოვთ მოიცადეთ, ჯერ მეფესთვის ვამზადებ. რა? ორს გაკიათ? მე გავხდები მეფე. რა? გოგოებო, მინდა რომ Florida-ს მივცე ხმა, გვენი ყოველთვის მიყვირის. ხო, მართალია. კარენ, დროა რაღაც შევცვალოთ ამ სკოლაში, თორემ ყველა ძველებურად მოგექცევა.
გოგოებო, ფლორიდასკენ ვარ. შვენიერი, მაგრამ არ არის აუცილებელი გვენმა იცოდეს, ამიტომ გოგოებო, გვენი ჩემგან ვერაფერს გაიგებს, ჩუმად ვარ. მეგობრებო, თქვენი დედოფალი მოვიდა და დღეს მწვრთნელი გაბრიელა მოვიყვანე, მოგენატრათ? გამარჯობა ბავშვებო, მოგენატრეთ? აქ ეს რას აკეთებს? ეს მახსოვს, ერთხელ დამარტყა, აქ წავლილეთი გამოიყენა და ძალიან მედგინა. აქ რატო დაბრუნდა? არა, ოღონდის არა. დაბრუნდა. გვენ, დედა შენი მოიყვანა, რომ ხარი დაგიჭიროს? ეგ არ დაგეხმარება. არა გრეის, გაბრიელა, დედასავით არის, უბრალოდ ჩვენი მწვრთნელია. საუკეთესო მწვრთნელია მთელ მსოფლიოში. სასიამოვნოა გრეის. არაფერია სასიამოვნო მე თუ მკითხავ. გვენ შანსი არ გაქვს. ჩემი დედოფალი თავის ტრენერთან ერთად საუკეთესო გუნდს ქმნის. მე ამ ტრენერის ფანი არ ვარ, რაღაცნაირია. ახლა სკოლაში მოსვლის შემეშინდება. ხო, გაბრიელა ყოველთვის მაშინებს. ახლა ის ოჩხობს და გუზღებს. გახსოვთ დასაწყისზე წვეტები რო ქონდა, ძალიან მტკივნეული იყო. ხო, მე შევიგრძენი. გვენი თავის ტრენერთან არის და ფლორიდა და მისი დები სად არიან? ალბათ მოსვლა შეეშინდათ. ტეო, გაჩუმდი. ჩვენ მოვედით, შეგვიძლია დავიწყოთ. გოგოებო, აკავრობას ანათებთ. იეი, ფლორიდა და მისი დები. ფლორიდა, რა გაცვია? უფს, დედამ უკვე შეამჩნია. უცნაური იქნებოდა რომ არ შეემჩნია. დედა, მოდი მთელი სკოლის წინ არ განვიხილოთ, ხო? კარგი, მოდი უბრალოდ დრო აღარ დავკარგოთ, დამასახელეთ დედოფლად და მორჩება დავიწყოთ წვეულება. ეს გვენთან ვინ არის? არ ვიცით. ნუ ჩქარობ გვენ. დედოფალი რომ გახდე, ყველას ნდობა და ხმა უნდა გქონდეს. მე მზად ვარ რომ ყველაფერი გამოვაცხადო და შენ ფლორიდა? მეც. ფლორიდა, ყველაფერი ხომ გახსოვს რაც გასწავლე? მახსოვს, სხვათა შორის კაბისთვის არ გაპატიებ. ბავშვებო, მე მირჩევდით თქვენს დედოფლად 5 წლის განმავლობაში და არანაირი პრეტენზია არ გქონდათ. მოდით ძველებურად იყოს ყველაფერი. შეცვლა არ გინდათ, ხო? ისევ იგივე სიტყვა, მე 6 კლასიდან. ჩემი სერენა უფრო მოუხდებოდა აკავრობას. მოვისმინოთ ფლორიდა რა სიტყვის. ფლორიდა, მიდი! გვენ, მე შენს მხარეს ვარ, არანაირი ცვლილება არ მინდა, ხო, ნერდებო? ბავშვებო, მე თუ გავხდით თქვენი დედოფალი, რამეს კი არ გიბრძანებთ. პირიქით, სამართლიანობისთვის ვიბრძოლებ და ყველაზე დიდ საიდუმლოს გამო ვააშკარავებ, რაც ამ სკოლაში არსებობს. ფლორიდა, ამ სკოლაში არანაირი საიდუმლო არ არსებობს. ფლორიდა, ახლა რა, დეტექტივი გახდი? მოიცა, ვერ ხვდები რა საიდუმლოზე ლაპარაკობს. თეო, რა მიხვედრა უნდა, შენ მარტო სერენაზე ფიქრობ და ვერ ხვდები. ტრევი, შენ იცი რაზე ლაპარაკობს. თეო, მერე გეტყვი. ხედავთ გვენი როგორ იქცევა? სტყუილი, ღიმილი და სიცილი და ვანესას თილის მოუკეთია. სულ გაგიჟდა. ეს გაიგეთ, ფლორიდამ რაღაც უნდა გამოააშკარაოს. მეც კი დავინტრიგდი. ანუ ფლორიდა არის ნამდვილი დედოფალი. სხვათა შორის მოსწავლეებმა უნდა აარჩიონ. კარგი ფლორიდა, თუ გინდა ხმა მოგცეთ, გითხარი, რა არის ეგ საიდუმლო? ხო, გითხარით. უფრო და უფრო დაცხა. ხო, ხედავ გვენი როგორ ბრაზდება. ვიცი რომ ვანესა, რომელიც ასე ძალიან გიყვარდათ, ერთხელ ამ სკოლაში მოსწავლე იყო. ეგ საიდან იცი? გვენ, ახლა არა. ისტორია არსებობს, რომ ვანესა გაანადგურა მონადირემ. ძალიან მაინტერესებს რომელმა მონადირემ გაანადგურა. გინდათ რომ გაიგოთ? იმედი მაქვს ხმას მისცემენ, ხო? კი, გვინდა. ვანესას რა დაემართა? მონადირე მოკლა. საინტერესოა. არ მისმის რა ხდება? ვანესა რა შუაშია, ხო? ვიცით უკვე რაც მოხდა. გვენ, რამე უნდა ვიცოდეთ? ყველაფერი გასაგებია. კარგი, დროა რომ არჩევანი გააკეთოთ. ვის უნდა რომ ფლორიდა გახდეს ახალი ვამპირების დედოფალი? ფლორიდა, გვინი, ფლორიდა. გვენ მიყვარხარ, მაგრამ უნდა გავიგო რა დაემართა ვანესას. ამიტომ ფლორიდა. 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 სულ გაგიჟდით? აი როცა ეს გვირგვინი მის თავს შეეხება, ყველაფერს ინანებთ. ოჩახ ფლორიდა, არანაირი ეჭვი არ მეპარებოდა. გაბრიელა, ეს ჩემი ახსასრულია.
ბავშვებო, გპირდებით, აღარავინ გაუჩინარდება ისე როგორც ეს ვანესას დაემართა. მე აუცილებლად დაგიცავთ. ფლორიდა მგონი ბევრ რაღაცაზე გვაქვს სალაპარაკო. აძლიუს ახალი დედოფალი. კარგი, ახლა წვეულების დროა. ჩემთვის წვეულება არ იქნება, გოგოებო. გვენ რა მოხდა? ფლორიდა, გილოცავთ. ძალიან მაგრად დაამარცხე გვენი დღეს. მადლობა გოგოებო, მაგრამ ამიერი და ნადვილი არ იქნება. უნდა ვიპოვოთ მტკიცებულება, რომ გვენ ვანესა გაანადგურა. ფლორიდა, შენ ამას შეძლებ. ხო, შენი გჯერა. მადლობა გოგოებო. დღე 18. ძვირფასო დღიურო. მე-18 დღე. დღეს ახალი ვამპირების დედოფალი გავხდი. მგონი ძალიან დამეხმარება. მაგრამ ალბათ დედას უნდა დაველაპარაკო ამ კაბაზე. გოგოებო, რას ფიქრობთ? დაველაპარაკო, ხო? ხო, და შენითმაც უნდა გადავღებოთ ისევ ქერად. ხო, წვეულება ხომ დამთავრდა. დედოფალო. გოგოებო, მგონია რომ თავი რაღაც შარში გავყავი. უცნაური და საშიშია ყველაფერი.